შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, ამაზე სამსჯელოდ დღეს ბრიუსელში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. ეს იქნება მხარეებს შორის პირველი შეხვედრა, როდესაც იმსჯელებენ არა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მიღწევებზე, არამედ მოსალოდნელ შეჩერებაზე. აღსანიშნავია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ კუნძულოვან სახელმწიფო ვანუატუსთან შეაჩერა, სადაც მიზეზი იყო უსაფრთხოება. ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა საქართველოსთვის, რომლითაც 2017 წლის შემდეგ ასობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა შეჩერების საკითხი წამოიჭრა 2025 წლიდან, რაც ქართული ოცნების მთავრობის მიმართ გაჩნდა მწვავე შეკითხვები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ეს სტანდარტული პროცესის ნაწილია, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ის 2026 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში. ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც ამ შეჩერებამდე მიგვიყვანა. შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. გახსენებთ, რომ ეს გარემოებები, რომლებაც შეჩერებამდე მიგვიყვანა, საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში.